აი როცა საუბარია მაგალითად სახმელეთო შეჭრაზე დაუშვათ, ხო? რაც მე პირდაპირ გეუბნებით, წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორ უნდა დამთავრდეს ეგ ამერიკისთვის სასიკეთოდ. მე პირად კი ბატონო, შეიძლება შეცდომით ყველაც ხდება, მაგრამ მე ასე მგონია რა და ნახეთ კიდე როგორი რაღაცაა რა, აი იმაზე რომ აი ტრამპის მოქმედებები, იგივე თუნდაც საუბარია სახმელეთო შეჭრაზე რა, მე პირადად განცდა მიჩნდება აბსოლუტური ზერელე დამოკიდებულება ზოგადად ირანელი ხალხის მიმართ. აბსოლუტურად მოდი კიდე უფრო გავამძაფრებ ამ ჩემ იმას სიტყვას და აი თითქოს აი აზრზე არ არიან და მე გეტყვით რის აზრზე არიან რა რაღაცა ბარიგას ტიპის ვენესუელელი იმის რა ქვია პრეზიდენტის ოთახში დადგომის და ცოლთან ერთად ბორკილების დადების განცდამ მე მიჩენ შეგრძნება რომ ამ განცდით და მარტო მე არა ძალიან ბევრი საუბრობს ამას ამ განცდით ეს ხალხი შეუარდა ირანელებს და თან აიათოლას რა ესე რომ ვთქვათ რა და იქიდან და ანუ აბსოლუტური გაუაზრებლობა სათხარ ვისთან მიდიხარ როგორია ის ვიღაც ვისთანაც მიდიხარ თუმცა ჩვენ ბავშვობიდან რაღაც სუეს ის ქონდა რომ აი ამერიკელები რომ გათვლიან რა იქ всё ყველაფერი დამთავრდა გიორგი ეგ რატო ხდება იცი ერთს დავამატებ გიო ერთს დავამატებ და მორჩები იგივე აი ეს რაღაცა უცდინრობა იგივე იმ პროცესთან მიმართებით როცა ჩვენ მართლა ვნახეთ რაღაც უზარმაზარი გამოსვლები ოღონდ არა აიათოლა აღარ გვინდას ძახილზე ხო რაღაც იქ იყო ეკონომიკური რაღაცა გაძვირება ფასების მატება და სოციალური პრობლემების თვალსაზრისით გამოვარდა ხო ეს ხალხი რა და ამათმა აი ამ რაღაცა ვენესუელის მაგალითთან ერთად ჩემი აზრით იფიქრეს ის რომ აკერ ხალხი ჯანყშია ხო ეს ხალხი და რაღაცა ერთი ბიძგი უნდა და გამოვარდება მაგრამ აი აქაც ჩანს ზოგადად აი ეს აბსოლუტური არ გააზრება აი ამ აღმოსავლური რაღაცა განცდების დამოკიდებულების ზოგადად სახელმწიფოს მიმართ საკუთარი ერის მიმართ და ასე შემდეგ და აი ეს ყველაფერი ამ ყველაფერს მივყავართ იმამდე რომ აი რაღაცა დონ კიხოტის ტიპას მაგონებს ხოლმე ეს ტრამპის აი ეს რაღაცა აი ჩვენ ყველაფერი გაუნადგურეთ რაღაცა ეს შევარდნები და უცებ მოფრინავს თურმე იქ რაღაცას რა ვიცი აი დღეს ვიდეოები ვნახე ის დუბაი რაღაც რესტორნების ვიდეოები იყო სუცარიელია ხალხი აღარ არის გარბის და ასე შემდეგ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მოკლედ ერთ-ერთი მიმართულება აი ამ რაღაცა მოდი ჯერჯერობით დავარქვა წარუმატებლობის ამერიკისა არის ეს აბსოლუტური არ გააზრება ვისთან აქვს საქმე რა. ხო, აი ეს თქმა მინდოდა რომ ზოგადად ეს რაც ახლა სჭირს აი ამერიკის ელიტას, ეს არის ზოგადად დასავლელი ადამიანის ესეთი ფსიქიკური თავისებურება, სოფლიოს ყველა ადამიანი განიხილოს ისეთად, როგორიც თვითონ არის. ანუ ის საკუთარ პროექციებს თავს ახევს ყველას, ანუ არ იცი სხვა როგორია, არც აინტერესებს და რატო არ აინტერესებს, იცი? ის დარწმუნებულია როგორი მენტალური აგებულობისას თვითონ არის, ის რატომღაც დარწმუნებულია, რომ ყველა ეგეთი არის. აი თვითონ არის პრაგმატიკოსი, გონია რომ ყველა ადამიანი პრაგმატიკოსი არის, რომ დაუშვათ იქ რა ვიცი, როგორიც არის ვიღაც საშუალო სტატისტიკური, რომელიღაც იუტა შტატის ამერიკელი, ვიღაც ჯონ სმიტი, ეგრე არის აბდულაჰ რაღაც ვიღაც ეგეთია უეჭველი კაცო. უბრალოდ ის მალავს თორე, გულის იყო შეგეთ. აი ესეთი წარმოდგენები აქვს. და ეს მათ შორის იქცა ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც ჩვენ ვხედავთ ამერიკის ჰეგემონიის წარუმატებლობებს ამ ბოლო პერიოდში. რატომ? იმიტომ რომ მათ გადაწყვიტეს, რომ ერთ თარგზე არის ყველა და ეს განსხვავებული მიდგომები არ განავითარეს. ანუ ისინი ქართველებს, სომხებს, არაბებს, ირანელებს, ვენესუელელებს ერთ ქვაბში ხარშავენ და ერთი პრიზმიდან უყურებენ. და ის ცივილიზაციური თავისებურებები, რომ კულტურებს შორის, კი არა, ამ ცივილიზაციებს შორის არის უბსკრული, გადაულახველი და შეუძლებელია მათ შორის საერთო ენა მოინახოს ამ თვალსაზრისით, რომ ერთი იდეა ამუშავო იქაც და აქაც,
ეს ვერ ითვალისწინებთ, პატარა პარალელო გავავლოთ რა. აი რომ წარმოვდგენიათ ეხლა რომ აი რაღაცა NGO ერთი რაღაც ეს NGO-ში ნიკურენა რატო გვაღიზიანებს ეხლა ჩვენ აი რომ უსმენთ, ხო? იმიტომ რაღაც ეს არის პროტესტანტულ ფილოსოფიაზე აგებული. ახლა ვიღაცა ამერიკაში მაგას ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. დარწმუნებული იყავით რა, იმათ ყურისთვის. იმიტომ რომ ის იმ წიაღიდან წამოსული არის, მაგრამ ამას გონია რომ ყველა ეგრე მაკატეგორიებით აზროვნებს. და მაკატეგორიებს აი ხევსურეთში რომ რაღაცა ქალთა გაძლიერებაზე რო ელაპარაკები, ამ დროს სოცხალი მოვაშინ თუ არა, ფეხი რომ მოგტყდეს, მკვდარი რო ხარო, ისიც რო ვერ ამოვა, და იქ რო დაუწყებ შენ გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკს, ხო? აი ეს არაადეკვატურობა გაღიზიანებას ხო იწვევს და ანალოგიურად, სწორედ აი ასეთი მიდგომები არამ სრულ კეთილი მიზნები რო ქონეთ ამერიკელებს, მაგრამ დემოკრატიის დამყარება რომ უნდათ ირანში, მათი ენა, მათი რიტორიკა, მათი ერთნაირი მიდგომები ყველას მიმართ მხოლოდ აგრესიას იწვევს და არ არის გასაგვირი რომ ეხლა თუნდაც აი ამ ჩარევებმა არანაირი პროამერიკული განწყობები ვერ გააღვივა და არ გააღვივა. კადრები ვნახოთ მაგალითად მიტინგების, აი გამოვშვათ ეს კადრები. ეს არის კიდე ერთი კადრი, მაგალითად ესეც ვნახოთ. აი, საკვარისია. ესე იგი, კიდევ ვნახოთ, აი ეს არის ახალი მოჩთაბა ხამენეი, რომელიც ახალი ლიდერი არის, ასე ვთქვათ, ირანის ახალი სულიერი ლიდერი არის. ოღონდ აქ რა არის ახლა საინტერესო. ეს ადამიანი არ გამოჩენილა ესე რაღაც ოფიციალურად სხვადასხვა წყაროები იტყობინებიან, მათ შორის დასავლური პრესა აქტიურად იტყობინება, ტრამპანს თქვა თუ არ ვწდები, ან ჰექსეთმა თქვა, ან ტრამპმა, რომ დაზიანებულიაო ის და შეიძლება რაღაცა ფეხის ამპუტაცია დაჭირდა. ნუ ეგ არ ვიცით ნამდვილად როგორ არის, ახლა ეს ადამიანი რაღაც დაზიანებულია, კლინიკაშია, საერთოდ არაფერი არ ჭირს, დღეს გამოქვეყნა საერთოდ რომ 10 მილიონი დოლარი დააწესა ამერიკის შეერთებული შტატებმა ამ ადამიანის შესახებ რა ინფორმაციის მიწოდებისთვის. მაგრამ მისი განცხადება გამოქვეყნდა თუ არ ვწდები ან გუშინ წინ, სადაც ნუ მარტივი რაღაცა ითქვა, ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი რჩება, ანუ არ იღება, ეგ ერთი, მეორე რომ შურისძიება ჩვეულებრივი ლეგიტიმური უფლება არის ირანელებისთვის, ანუ მისი ამ განცხადების მიხედვით და ერთი კიდე რაც მნიშვნელოვანი დაბომბვები გაგრძელდება ამერიკის ბაზებზე და ყველა იმ მათ შორის იმ არაბულ სახელმწიფოებზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს ირანის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში ამ განცხადებაში რაც გამოქვეყნდა არანაირად არ ასე ვთქვათ ჩანს ისე რომ თითქოს დანებებას აპირებს ირანი ამ ვითარებაში და რატო არის მნიშვნელოვანი? ტრამპ გვაქვს ტრამპის განცხადება საინტერესო, სადაც პირველი ეს არის რომ ჰორმუზის წამით ხო, აი ეს ვიდეოა, სადაც ის ამბობს, რომ აიათოლას შვილი თუ ცოცხალი არის და ის თუ მაგალითად ვერ მოახერხებს ჩამოგდებას აიათოლების და დამხობას აიათოლების რეჟიმი, მაინც იქნება თუ არა ეს მაინც ჩათვლის თუ არა ეს ადამიანი გამარჯვებად ტრამპი და მაგაზე არ უპასუხა და მოდი ვნახოთ ეგ კადრები და შემდეგ გავაგრძელოთ. Can you declare victory in this war if the supreme leader remains the Ayatollah's son? I don't want to comment on that. I don't want to comment. But I will tell you, I just spoke with various countries, the leaders of various countries. You'll have a list. And they said they've never seen anything like it. We have, and I built it during my first term, and I used it. I didn't realize I was going to use it this much, but we have the greatest military in the world by far. Nobody close. კითხვა იყო შემდეგი, გამოაცხადებ თუ არა გამარჯვებას, თუ ალი ხამეინის შვილი, ეს მოჩთაბა ხამეინი რჩება
აიათოლად, უზენაეს ლიდერად და არ მინდა მაგაზე კომენტარის გაკეთებო. ტრამპის თქვა, მაგრამო მე ველაპარაკებ სოფლიოს სხვადასხვა ლიდერს და ყველა მითხრაო, რომ ეგეთი რაც შენ ჩაიდინე ირანში, ეგეთი არავის უნახავს და ჩვენ ყავს ყველაზე ავისი მაგარი შეიარაღებული ძალები, ზოგადად სამხედრო ძალა და ასე და შემდეგ და მან რა არის საინტერესო, ანუ თვითონ არ არის ბოლომდე, ანუ იმითი ხო ლოგიკურად რომ გავაანალიზოთ, თვითონ არ არის უკვე დარწმუნებული იმაში, რომ მოახერხებს თუ არა მაგ ირანის რეჟიმის დამხობას. შესაბამისად, თუ ვერ ახერხებს, ბოლომდე გამარჯვებას ვერ იფორმებს. ეს მარტო არ არის ჩვენი სიტყვები, ეს არის აი დღევანდელ ამერიკაში რა დიალოგიც მიმდინარეობს, რომ რატო შეიძლება პოტენციურად ცუდად ამთავრდეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს კონფლიქტი, რომ ის თავარი მიზანი რაც იყო აიათოლების რეჟიმის ჩამოგდება. ეგ ვერ ხერხდება. ეგ თუ ვერ ხერხდება, შეიძლება კი გამოვიდეს და თქვას, რომ აი მე მაგრად გავანადგურე ირანის ინფრასტრუქტურა და ეგრე იქნება 100%-იანი. შეიძლება მან თელი სირთულე რა არის? თელი ისა რეჟიმი ნარჩუნდება, შეიძლება ტრამპი წავა, მოვა სიტყვაზე ბაიდენი, ისევ მოუხს, ისევ ის რა ქვია მას შავკანიანი პრეზიდენტს რა ერქვა? ობამას დროს ხო დაიდო ირანს შორის ის ურანის გამდიდრების თემაზე შეთანხმება, რითაც მოუხსნეს გარკვეულწილად სანქციები. ანუ ისევ პოტენციურად ტრამპი თუ წავიდა, ისევ აღადგეს იმ ბალისტიკურ რაკეტებს, სანქციები თუ მოეხსნა და რაღაც არ ვიცი ატომური იარაღთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება დაიდო, რაც ობამას დროს დაიდო, რაც ისრაელს ძალიან არ უნდოდა და ტრამპიც ამბობს, რომ საშინელი შეთანხმება იყო, მაგრამ უკაცმა არის ეს დემოკრატი მოვა და შეიძლება იგივე შეთანხმება და მსგავსი შეთანხმება დაიდოთ, რითაც ირანს მიეცემა იმის საშუალება, რომ აღადგინოს ის რესურსი, რაც მაგალითად ამ ომში დაეხარჯა. ხო, ანუ ეგ ლოგიკური ბრმა არის მაგ მიმართულებით. ხოლო თუ აიათოლების რეჟიმი იშლება და მოდის ამერიკის მოსაწოლი ან ტრამპის მოსაწონი პიროვნება, მაშინ საერთოდ იცვლება თამაშის წესები.